ზრუნველობა და სიყვარული უნდა გავაასწროთ თითოეულ ჩვენგანმა, რომ ადამიანმა არის დანაკლისი, რა თქმა უნდა, ვერ შევავსოთ ჩვენ ამ დანაკლისს, იმიტომ რომ ის გამორჩეული იყო ამ ყველაფერში, რაც ჰქონდა ყველაფრის ნიში. აი საოცრება იყო ჩვენი უძმიდესი და როგორც ბრძანა მეუღლე ნიკოლოზმა, ვიმედოვნებ, რომ მეც მომხრევ იქნები ამისი და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე მოხდეს მისი წმინდანად შერაცხვა და წმინდანთა დასში მისი მართვარის რომ თითოეულ ჩვენგანისთვის იყოს ის ხარველი და ჩვენ მეოხად ყავდეს ჩვენი პატრიარქი. ეხლა მისი სულისთვის, რა თქმა უნდა, მისი სულისთვის გადახდილი პანაშვი არის პარაკლისის თვალსი, როდესაც ადამიანი ლოცულობს წმინდანის წინაშე და აი ეს პარაკლისის პანაშვი ჩვენ გადავიხადოთ მისი სულის ალხად და იქიდან მისი ლოცვა შეგვეციოს თითოეულ ჩვენგანს და მოგვწეს სულიერი ნუგეში, რომ გავძლიერდეთ და როგორც ძალიან დაუცილესი ყველაზე მნიშვნელოვანი მოყვასი სიყვარული. აი ამასთან ვისმენდი ერთ მის ქადაგებას და ამბობს რა არის სიყვარული და ამბობს რომ მრავალი სულიერი შეიძლება შეუსაბამოთ ამ სიტყვას, რომ აი მამობრივი სიყვარული, მეგობრის სიყვარული, ძმის სიყვარული, მშობლების სიყვარული და ყველა ეს შეიძლება აღვიქვათ სიყვარულად, მაგრამ უწყვეტესი ბრძანებს, რომ მე ისე ვფიქრობ, რომ სიყვარული არისო მოყვასის მსახურება და მოყვასის მსახურება და ერთგულება მოყვასის და ერთად შეგაძლებინოთ თითოეულ ჩვენგანს მსახურება მოყვასის, რომელიც არის აცხოვნებელი. თუ გინდათ რომ ყველაზე მარტივი გზა ცხოვნების არის თქვენი მოყვასის მსახურება. აი აქ გამოიხატება თქვენი სიყვარული და თუ შეგიძლიათ ემსახუროთ მოყვას ჩათვალეთ რომ თვალი გაცხვნეთ და შეგებათ სადასასწრო. ერთად აღნიშნეთ